არჩევდგარი რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორების საქმე. საზოგადოებას მოუწოდებენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათი განცხადებით ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას. განსაჯელთა სკამზე 5 პოლიტიკოსი და თადარიგის პოლკოვნიკის. ჯერჯერობით დუმის უფლებას იყენებს. რა კავშირი აქვს პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბერს განხორციელებულ შტურმს და სუსის მიერ თბილისთან ახლოს ამოღებულ საბრძოლო იარაღს. მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც სავარაუდოდ აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ. მამუკა ხაზარაძის და ბერლინში გაქცეული გიორგი გახარიას პარტიები არჩევნების შედეგებს აღიარებენ. გავაორმაგოთ შედეგი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით. რა გზა გაიარა ოპოზიციამ პარლამენტის ბოიკოტიდან საკრებულოს დეპუტატების მანდატების აღებამდე და ქართული ოცნების მე-10 საიუბილეო გამარჯვება არჩევნებში. მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლეობას, კარგად მათ გააზრებული თუ რამხელა პასუხისმგებლობა ეს და პირდები ყველას რომ ამ სიყვარულს, ამ პატივისცემას და მხარდაჭერას დავაბრუნებთ გაკეთებული საქმე. საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე პრემიერ-მინისტრი. დღესივით უკვე არანაირი პირობა აღარ არსებობდა იმისთვის, რომ მე პრემიერ-მინისტრის მოვალეობები შემესრულებინა. ემანუელ მაკრონის მთავრობა კრიზისშია. ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება კონსტიტუციითაა გათვალისწინებული და ეს რიგარეში არჩევნების ჩატარება. სებასტიან ლეკორნუს გადადგომის შემდეგ საფრანგეთის საფონდო ინდექსები დაეცა და ევრო გაუფასურდა. ეთერშია კურიერი 9 საათზე დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე დღეს 6 ოქტომბერია გიყვებით დღის მთავარ ამბებს საღამო მშვიდობისა. ამ წუთებში კურიერისთვის ცნობილი ხდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც 4 ოქტომბრის არჩევდგარ რევოლუციას და ხელისუფლების დამხობას უკავშირდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაკავებების ღონისძიების პირველი ეტაპი მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგისთვის ემზადებიან, რომელსაც ჩვენ დაწყებისთანავე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მანამდე კი ამ გამოძიების ფარგლებში განსაჯელის სკამზეა 5 პოლიტიკოსი, 5-ვე არჩევდგარი რევოლუციის და ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორი და მონაწილეა. პაატა ბურჭულაძეს, მურთა ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალი კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის ცდილობისთვის ედებათ. განსაკუთრებით მძიმე 3 მუხლი აქვს აყენებული მურთა ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს. მათ პროკურატურა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ხელში ჩაგდებას და ბლოკირების მცდელობას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება. ორი მუხლით გასამართლდება თადარიგის პოლკოვნიკი გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე და ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის ასევე ყოფილი მეთაური ლაშა ბერიძე, მასაც ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ციხეში 9 წლის გატარება მოუწევს. ლაშა ბერიძე 4 ოქტომბერს საღამოს 8 საათზე პაატა ბურჭულაძესთან და მურთა ზოდელავასთან ერთად მონაწილეობდა პრეზიდენტის სასახლის შტურმში და ხელმძღვანელობდა ძალადობრივი ჯგუფის მოქმედებებს. თვითმმართველობის არჩევნების დღეს სწორედ დემონსტრანტთა ამ ჯგუფმა შეანგრია ორბელიანების სასახლის რკინის ღობე, ფიზიკურად გაუსწორდა სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებს, შემდეგ კი მძიმე საგნების გამოყენებით დაუპირისპირდა სპეცრაზს. განსაჯელთა სკამზეზე სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც რევოლუციის სტრატეგიამ 4 ოქტომბერს ასევე არ იმუშავა. ანუკა ბუავა უფრო დეტალურად ისაუბრებს იმ ბრალდებებზე, რომლებიც დაკავებულებს ოფიციალურად წაუყენეს. ხელისუფლების დამხობის გეგმის ინიციატორები და ძალადობრივი სქემის ორგანიზატორები, ქმედებების ორგანიზატორები ახლა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოლოდინში არიან. პროცესი საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ ხვალ გაიმართება და შესაბამისად, როგორც ცნობილია, მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. რაც შეეხება გამოძიების შედეგებს, დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ აქციის ორგანიზატორები, ბრალდებულები, 5 ბრალდებული აქტიურად აორგანიზებდა ძალადობრივ პროცესებს, ჯერ კიდევ თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ისინი ცდილობდნენ გარშემო შემოეკრიბათ ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები, მათ შორის აკეთებდნენ აქტიურად მოწოდებებს რევოლუციის აუცილებლობასა თუ საჭიროებებზე. საგამოძიებო უწყებაში ითქვა ისიც, რომ იყო მოწოდებები ხელისუფლების დამხობისა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის შესახებ. რაც შეეხება 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს, საგამოძიებო უწყებაში
ითქვა ისიც, რომ კონკრეტულმა პირებმა, ამ შემთხვევაში ბრალდებულებმა 4 ოქტომბერს უკვე საჯაროდ ღიად მედიაში განაცხადეს, რომ თავად უხელმძღვანელებდნენ ძალადობრივ პროცესებს. ამის შემდგომ იყო უკვე პაატა ბურჭულაძის მოწოდება ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების დაკავების შესახებ, შემდეგ კი მურთაზ ზოდელავას მოწოდება, რომ ძალის გამოყენებით მომხდარიყო პრეზიდენტის სასახლის დაკავება, რასაც ზუსტად 10 წუთში მოყვა ათონელის რეზიდენციის შტურმი, მას შემდეგ, როდესაც თავისუფლების მოედნიდან აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს ორბელიანების სასახლესთან და მათ შორის თავდასხმა სამართალდამცველებზე. რაც შეეხება თავად ბრალდებულებს, მოწოდებებისა თუ ძალადობრივი ქმედებების მიუხედავად დაკავებული პირები ბრალს არ აღიარებენ და თავს დამნაშავედ არ ცნობენ. პაატა ბურჭულაძე კი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. პროკურატურამ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. ბრალის დადგენილებაში ჩაწერილი ამ მუხლებით განსასჯელის სკამზე მსხდომ აქციის ორგანიზატორებს 9 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მიზნით ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფების მობილიზება არჩევნებამ რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს. იათ საუბრობდნენ რევოლუციის საჭიროებაზე და ძალადობრივი შინაარსის მოწოდებებს აკეთებდნენ. განსაკუთრებულად აქტიურობდნენ პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე. ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათი განცხადებით ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას და ამ მოქმედებების ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი იყო მასში საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმა და გაერთიანება. ძალადობრივი შინაარსის ღია მოწოდებების მიუხედავად ხელისუფლების დამხობის გეგმის ინიციატორები ბრალს არ აღიარებენ. პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას და ირაკლი ნადირაძეს ბრალი სამი მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობის, ასევე კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე წარუდგინეს. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ხელმძღვანელობა ედება ბრალად ლაშა ბერიძეს. პაატა მანჯგალაძეს კი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. ბრალდების ოფს კიდევ უფრო მეტად სიღრმისეულად შესწავლა ჭირდება, მათ შორის იმის გამო, რომ მტკიცებულები ჯერჯერობით არ გადმოგცემია. პოზიციას რაც შეეხება ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს. გავეცანით ბრალის დადგენილებას, გავაკეთეთ შენიშვნა, რომ ის თავს არ ცნობს დამნაშავედ. წარდგენილი ბრალდებები იურიდიული შინაარსის მატარებელი არ არის მურთაზ ზოდელავასთვის, რაც შეეხება პაატა მანჯგალაძესთვის წარდგენილ ბრალდებას. არ არსებობს არანაირი მოწოდება რაიმე ტიპის ჯგუფური მოქმედების ორგანიზების. გამოძიება კი ამბობს, რომ ბრალდებულებმა ძალადობრივი ქმედებების დაორგანიზება ჯგუფურად 4 ოქტომბერს დაიწყეს და საჯაროდ განაცხადეს, რომ პროცესს თავად უხელმძღვანელებდნენ. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების დაპატიმრებას და პრეზიდენტის რეზიდენციის ძალადობრივი გზით დაკავებას, ასევე სამართალდამცველების დაუმორჩილებლობას. თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ გააცნო მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები. მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები ერთობლივად გადაადგილებულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისაკენ, რომელსაც ძალის გამოყენებით დაიკავებდნენ და დაავალა მათ არ დამორჩილებოდნენ სამართალდამცველებს. სამოქმედო გეგმა, რომელზეც საგამოძიებო უწყება საუბრობს პაატა ბურჭულაძემ, თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს საღამოს 7 საათისთვის გააცნო. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ 6 ოცნების წევრ ადამიანზე და მოვიწყოთ მათი სასტრაფოდ დატყვევება. ამ წუთიდან ჩვენ გვეკუთვნის ძალაუფლება. ბურჭულაძის 9 წუთიანი სიტყვის შემდეგ კი სახელისუფლებო ცენტრების დაკავებისა და პრეზიდენტის სასახლის შტურმისკენ აქციის მონაწილეებს მურთაზ ზოდელავამ მოუწოდა. ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება. მამაკაცური ძალა შევიკრიბებით ეხლა და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს.
დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორების ამ მოწოდებების შემდეგ ძალადობრივი ჯგუფის მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობასთან მისი ხელში ჩაგდების მიზნით საღამოს 8 საათზე მივიდნენ. დააზიანეს ათონელის რეზიდენციის დამცავიღობე შეიჭრნენ სტრატეგიული ობიექტის ეზოში. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებსა და სპეცრაზმს. თავს დაესხნენ ქვებით და მძიმე საგნებით. ცეცხლი წაუკიდეს და გაანადგურეს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური და კერძო პირების ქონება. კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება. ძალოვანი უწყება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და იდენტიფიცირებისთვის საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობს. რა კავშირი აქვს პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბერს განხორციელებულ შტურმს და ხელისუფლების დამხობისკენ გაკეთებულ განცხადებებს სპეცსამსახურის მიერ თბილისთან ახლოს ამოღებულ იარაღთან, საბრძოლო მასალებთან და ასაფეთქებელ ნივთიერებებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დედაქალაქში თვითმმართველობის არჩევნების დღეს დივერსიული აქტები აღკვეთა. მათ შორის მოხდა სუსის მიერ იმ პირების განეიტრალება, რომლებსაც შეიარაღება სამალავიდან თბილისში უნდა შემოეტანათ, ქალაქის ცენტრში აფეთქებების მოსაწყობა და პოლიციისთვის ცეცხლის გასახსნელად. სპეცსამსახურის მიერ ამოღებულ იარაღს შორის არის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარდყორსნი ხელის ტყვიამფრქვევი და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატები. რაში სჭირდებოდათ ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის ავტორებს შეიარაღება, რომელიც სამხედრო ოპერაციისთვისაა განკუთვნილი და ჯავშან კოლონიის განადგურებასაც კი ეყოფოდა. და რა კავშირი აქვს იარაღის სამალავთან ნაციონალური მოძრაობის დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელო ზემოსვანეთის სამმართველოს უფროს რუსლან შამახიასთან, რომელიც აქციამდე 4 ოქტომბრის დილას დააკავეს. ასევე დაკავებულია სულხან ფაღავა. გამოძიება დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა უსაფრთხოების ექსპერტებს აქვთ გონივრული ეჭვი, რომ სწორედ რუსლან შამახია იყო ერთ-ერთი იმ პირებიდან, რომლებმაც იარაღის სამალავის ადგილსამყოფელი იცოდნენ და შეიარაღებული ამბოხის მომხრეებისთვის საბრძოლო მასალა უნდა მიეწოდებინათ. გეგმა მას შემდეგ ჩავარდა, რაც ძალოვანებმა შამახია დააკავეს. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ხელისუფლების დამხობის ავანგარდში იყო, ცდილობს პასუხისმგებლობა თავიდან აერიდოს და ეჭვქვეშ აყენებს კავშირს ამოღებულ იარაღსა და ძალადობრივ აქციას შორის, თუმცა საპირისპიროზე მეტყველებს მტკიცებულებები და თავად ორგანიზატორების და მათი ოჯახის წევრების კომენტარები. მაგალითად, პაატა ბურჭულაძის შვილის, რომელმაც ღია თქვა, რომ ადგილი ქონდა ღალაც. ლიკა ალელიშვილი მუშაობს თემაზე. ლიკა, გაფართოვდება თუ არა იმ ეჭვმიტანილთა წრე, რომლებიც საქართველოში შეიარაღებულ ამბოხს გეგმავდნენ? დიახ, დაკავებულთა წრე შესაძლოა გაფართოვდეს, იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება ისევ გრძელდება. 5 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართული ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ სპეცსამსახურის თანამშრომლებმა თბილისთან მდებარე ახლოს მდებარე ერთ-ერთ ტყეში აღმოაჩინეს სამალავი, რომელშიც განთავსებული იყო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობები. ასევე მოახერხეს სპეცსამსახურის თანამშრომლებმა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც შეიარაღება დედაქალაქის ცენტრში უნდა ჩამოეტანათ 4 ოქტომბერს. 4 ოქტომბერს დილით კი შინაგან საქმეთა სამინისტრო აკავებს კუდის ყოფილ მაღალჩინოსანს. ექსპერტების აზრით, სწორედ რუსლან შამახია და სულხან ფაღავა იყვნენ ის პირები, რომლებმაც სუსის მიერ აღმოჩენილი სამალავის შესახებ იცოდნენ და სწორედ მათ უნდა ჩამოეტანათ დედაქალაქში 4 ოქტომბერს შეიარაღება და გადაეცათ ამბოხებულებისთვის, იმისთვის, რომ დედაქალაქში მომხდარიყო აფეთქებები. საბოლოო ჯამში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით და სპეცოპერაციით აღიკვეთა დედაქალაქში დაგეგმილი დივერსიული აქტები. პარალელურად უნდა გამოიყენებიათო პრეზიდენტის სასახლის შტურმისაო. თუ პარალელურად უნდა გამოიყენებიათ და ვიღაცას ეს გეგმა ქონდა, მაშინ ჩამარხული რატო იყო? ამ არგუმენტით ცდილობს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი 4 ოქტომბრის აქციასა და სუსის მიერ ამოღებულ იარაღს, საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს შორის კავშირის უარყოფას. თავისივე ნათქვამში აიბლანდნენ და ის კადრები, რაც გაავრცელეს, ვითომ რაღაცა დამარხული იპოვეს, თუ პარალელურად აპირებდა ვიღაცა ამ იარაღის გამოყენებას, ის ხო დამარხული აღარ უნდა ყოფილიყო. ის პრეზიდენტის სასახლესთან მისვლა ხო მოხდა უკვე, ხო, შესაბამისად ის იარაღი ამოთხრილი უნდა ყოფილიყო, ხო? თუ პარალელურად აპირებდა ვიღაცა რაღაცა დივერსია. ბარამიძეს ამ ინტერვიუში არაფერი უთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე, რომლის თანახმად იმ პირთა წრის განეიტრალება მოხერხდა, რომლებსაც ტყეში სამალავიდან საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ. ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენებით თბილისში 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად
დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო. სპეციალურ სამალავში აღმოჩენილი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები გადამალული იყო თბილისის მახლობლად ტყის მასივში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც სავარაუდოდ აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ. რა კავშირი აქვს პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბერს განხორციელებულ შტურმს სპეცსამსახურის მიერ თბილისთან ახლოს ამოღებულ საბრძოლო მასალებთან? სქემა გაშიფრეს ექსპერტებმა. პირი, რომელსაც ამბოხის მომხრეებისთვის შეიარაღება უნდა მიეწოდებინა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს დილით დააკავა. ლევან ქართოლიშვილის ინფორმაციით ეს პირი რუსლან შამახიაა. ნაციონალური მოძრაობის დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი და ერთ-ერთია მათ შორის, რომელმაც იარაღის სამალავის ადგილსამყოფელი იცოდა და შეიარაღებული ამბოხის მომხრეებისთვის საბრძოლო მასალა უნდა მიეწოდებინა. გეგმა შამახიას დაკავების შემდეგ ჩავარდა. ჩვენ ყველამ დავინახეთ, როგორ იქნა აღმოჩენილი ტყის ერთ-ერთ მასივში, სწორედ რუსთაველის გამზირზე გასატანად გამიზნული შეიარაღება ძალიან დიდი ოდენობით. და ჩვენ როდესაც გვესმის ნაცმოძრაობის ცნობილი ამ ჯალათების და კრიმინალების წარმომადგენლების მხრიდან ცინიკური კომენტარი, რომ თუ რუსთაველისთვის იყო გამიზნული რა უნდა ტყეში, ხომ? იმას არ ამატებენ ისინი, რომ სწორედ სუსის წარმატებული მუშაობის შედეგად აყვანილი იქნა ის დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ამ იარაღის მიტანა რუსთაველზე და მისი დარიგება აქციის მონაწილეებისთვის. მათ სათავეში იდგა ვინმე შამახია, ყოფილი კუდელი, რომელსაც ყავდა ზუსტად ის ადამიანები შიკრიკებად, რომლებსაც უნდა შემოეტანათ ტყეში გადამალული იარაღი რუსთაველის გამზირზე. ის რომ ორგანიზატორები გეგმის წისრულეში მოსაყვანად რაღაცას ელოდებოდნენ, ეს 4 ოქტომბერს მათ კომენტარებშიც იგრძნობოდა. დღეს უკვე არსებობს ვარაუდი, რომ შამახიას დაკავების შემდეგ მათ უკვე იცოდნენ, რომ სცენარი, რომელიც ათონელის რეზიდენციასთან უნდა განეხორციელებინათ, ჩავარდებოდა, რადგან ვინც საბრძოლო მასალის სამალავის ადგილსამყოფელი იცოდა, უკვე დაკავებული იყო. დღის ბოლოს ორგანიზატორები და პაატა ბურჭულაძის ოჯახის წევრი ღიად საუბრობდნენ ჩავარდნილ გეგმასა და ღალატზე. არ დაელაპარაკოთ რესურსიან ხალხს, აზრი მაგაში დრო არ დახარჯოთ, ეძებეთ თქვენაირი გულანთებულები, თქვენაირი ხალხი იქ მეტი სარგებელი იქნება, მეტი თანადგომა იქნება და მეტი საიდუმლო შენახვაც იქნება. ენდეთ იმათ, ვისაც დობის შინაგანი გზნობა გაქვთ და თუ რაღაც კარნახობთ, რომ არ უნდა ედოთ, არ ენდოთ იმას, დონორს პროცესების ვერ იპოვით. სერიოზულ ორგანიზებას ვერ მოახდენთ, იმიტომ რომ დონორი თქვენთან თუ მოვიდა, ნიშნავს რომ უნდა თქვენ გაყიდოთ სამშობლო ამ პრინციპების. ხანერად ის არავინ რესურს არ დადებს, რომ უკეთ ორგანიზდეთ. ეს არის შპარგალკა, რა ვიცი, რჩევები იმათ, ვინც გააგზელებს ბრძოლას. გეგმას რაც შეეხება, არსად არ ამბობდა. ერთადერთი რასაც მეუბნებოდა და რაც ყველაზე მეტად ჩამრჩა, დარწმუნებული იყო, რომ 4 ოქტომბრის ცვლილება მოხდებოდა მშვიდობიანად. სულ ამას ამბობდა, რომ ეს არის მშვიდობიანი. ნახეთ, რომ ეს რაღაც ცოტა მშვიდობიანი თემისგან ცოტა განსხვავებული იყო გუშინ. ღალატს რომ ადგილი ქონდა, მანდ მივხვდით ალბათ, როდესაც დავიძარით უკვე ათონელისკენ. მე ცოტა უკან ვიყავი, გვიან მივედი შედარებით. და როდესაც ნახე მე უკვე კადრები, რაც მოხდა, მანდ უკვე მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო ისე, როგორც ვთქვათ, შეიძლება გეგმაში ყოფილიყო გაწერილი. 4 ოქტომბერს დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვისთვის რუსლან შამახია დააკავა. 5 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული ბრიფინგიდან კი გაირკვა, რომ სპეცსამსახურმა დედაქალაქში თვითმმართველობის არჩევნების დღეს დივერსიული აქტები აღკვეთა და იმ პირთა წრე გაანეიტრალა, რომლებსაც შეიარაღება სამალავიდან თბილისში აფეთქებების მოსაწყობად და სამართალდამცველებისთვის ცეცხლის გასახსნელად უნდა შემოეტანათ. სუსის მიერ ამოღებულ იარაღს შორის იყო ტანკსაწინააღმდეგო ხუმბარმტყორცნი, ხელის ტყვიანბრქვევი და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატები. 4 ოქტომბერი და საქართველოს მოქალაქეების არჩევანი ქართული ოცნების გამარჯვება, ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ძალადობრივი მოვლენები ათონელზე და სახელმწიფოს პასუხი ურთიერთობების გადატვირთვის შეთავაზება და გარეჩ არეები. როგორ გაგრძელდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არსებული გამოწვევების ფონზე? დღეს ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში ზუსტად 10 საათზე ქართული ოცნების თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნინო შუბლაძის კითხვებს უპასუხებს. აუცილებლად დარჩით რუსთავი 2-ზე, ეს მთავრობის მეთაურის პირველი ინტერვიუა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ.
წარუმატებელი რევოლუციისგან გამიჯნულები და ბოლო 1 წელიწადში ოპოზიციის რამდენჯერმე განმეორებული ისტორია პრეზიდენტის სასახლეზე უშედეგო შტურმის, ძალადობრივი ქმედებებისა და ხელისუფლების დამხობის ჩავარდნილ გეგმას ნაციონალური მოძრაობის წევრები ლელო ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 4 ოქტომბერსვე გაემიჯნენ. მეტიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა რიგრიგობით დაგმეს სააკაშვილის გუნდის ლიდერებმა და ისიც კითხვეს, რომ ეგონათ მათი პარტიის ამჟამად დაკავებული ლიდერების სახლში ტელევიზორიდან ადევნებდნენ თვალყურს თბილისის ცენტრში მიმდინარე ძალადობრივ აქციას. პრეზიდენტის სასახლის შტურმი პროვოკაციად შეაფასა ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ქუჩის აქციების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. დილით არჩევნებზე წავიდნენ, საღამოს კი რუსთაველზე პროტესტის გამოსახატავად ათონელის ქუჩაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ უარი თქვა ლელომ. ყველაზე მოჩამოთვლილმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელები დაიბანა და იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის გეგმაში ეთანხმებოდნენ, უპასუხისმგებლოები და პროვოკატორები უწოდეს. განსაკუთრებით აქტიურობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ 4 ოქტომბრის დილას ქუჩის პროტესტით ხელისუფლების დამხობის მომხრე იყო. საღამოს 8 საათიდან კი ყველა და ყველაფერი უარყო. ექს-პრეზიდენტს აღარ ახსოვს ისიც, როგორ მოუწოდებდა მოქალაქეებს ანტიკონსტიტუციური ქმედებებისკენ, თუმცა კარგად ახსოვთ ქართულ ოცნებაში მათ შორის ისიც, თუ როგორ ახალისებდნენ რევოლუციის მოწყობას ექს-პრეზიდენტთან ერთად უცხოელი ელჩები. არ გამოუვათ, იმიტომ რომ ყველაფერი დაფიქსირებულია, ყველაფერი ინახება, მათი განცხადებები, ქმედებები უკვე კონკრეტული. მართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებთან ერთად პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზეც მოდის, რომლებიც დემონსტრაციას დაანონსების დღიდან შეუერთდნენ. სახელმწიფო პარტიაში განმარტავენ, რომ ქვეყანას სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულმა მუშაობამ მაიდნის სისხლიანი სცენარის განვითარებისგან იხსნა. ვინ რა განცხადებაც არ უნდა აკეთოს, ხო, ეს ერთი ძალადობრივი დაჯგუფება, შეიძლება სხვადასხვა სახელები ერქვათ, მაგრამ ერთი პატრონი ყავთ, ასრულებენ ერთ დავალებას, ჩვენ როგორც ხელისუფალი ვაფრთხილებდით წინა დღეების განმავლობაში, რომ ვინმემ არ გაბედოთ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმა. ვიღაცებმა გადადგეს, ამას მოყვება რეაგირება. 4 ოქტომბრამდე ნაცმოძრაობასთან ერთად ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის სახელით დაანონსებულ აქციას სოლიდარობას აქტივისტები, ექს-პრეზიდენტი ზურაბიშვილი და არჩევნებში მონაწილე ლელოც კი უცხადებდა. თუმცა ძალადობრივი სცენარის ჩავარდნის შემდეგ მისგან დისტანცირებას სცადეს და დღეს ბოიკოტის მომხრე ყველა პარტიის ლიდერსა და პოლიტიკოსს პოლიტიკური ავანტურისტი უწოდეს. პროტესტი და არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის. ჩვენი მოწოდება და თხოვნა რომ გამოდით. უშინდელი დღესთან დაკავშირებით მოგითხრათ, ეს კონკრეტული მოლოდინები არ შემიქმნია ჩემი თავისთვის. დილით არჩევნებზე და შემდეგ საპროტესტო აქციას. აქ ვინც დგას, არავის არ ჯერა სასწაულების, აქ ვინც დგას, არ ჯერა პროვოკაციების და ეხლა რაც ხდება იქითკენ, ეს არის სუფთა პროვოკაცია. სალომე ზურაბიშვილს ძალადობრივი გადატრიალების სცენარში ერთ-ერთი მთავარი როლი ჰქონდა. ასეთია შალვა პაპუაშვილის პოზიცია. პარლამენტის სპიკერმა დღეს ვრცელი ტექსტით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. თქვა, რომ ზურაბიშვილის მიერ საპრეზიდენტო დროშის გამოყენება თვეების განმავლობაში გაწერილი გეგმის ნაწილი იყო. მასთან კომუნიკაციაში მყოფ ელჩებს კი ამ დრომდე პრეზიდენტის სასახლის შტურმი არ დაუგმიათ, რაც მათ კეთილ სინდისიერებასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს. ეს ჩვენს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც რადიკალებმა მიზანში პრეზიდენტის სასახლე ამოიღეს ზურაბიშვილის მხრიდან ფარული მხარდაჭერის ფონზე. უცხოელი ოფიციალური პირების მიერ თვეების განმავლობაში მისი როგორც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის იმიჯის გამტკიცებას კი როგორც ჩანს თავისი როლი უნდა ეთამაშა. გადამტრიალებლებს ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში უნდა შეეყვანათ და ამით რევოლუცია დაეწყოთ. ნიშანდობლივია, რომ რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს ამ მომენტამდე არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე. თუმცა ახლა მხოლოდ დაგმობა საკმარისი აღარ არის. მათაც უნდა გაიზიარონ მომხდარზე პასუხისმგებლობა. დღეს ძალადობრივი აქციისგან დისტანცირება კიდევ ერთხელ სცადეს ლელოში. ხაზარაძე ჯაფარიძის გუნდი ამტკიცებს, რომ დემონსტრაციასთან, სადაც არჩევნების დასრულების შემდეგ მისვლას აანონსებდნენ, არავითარი კავშირი არ ჰქონიათ. მე არ ვიცი კონკრეტულად რა იგეგმებოდა აქციის პირობებში და ამიტომ კომენტარის გაკეთება არ ვაპირებ, რამდენად, ასე ვთქვათ, განხორციელდა თუ ვერ განხორციელდა ამოცანები. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გვერდიდან და თქვენ იცით, რომ ჩვენ არანაირი შეხება არ ქონდა ამ აქციის დაგეგმვასა თუ ორგანიზებაში. გვერდიდან ეს ყველაფერი ჩანს როგორც ძალიან მძიმე პროვოკაცია. პოსტფაქტუმ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ შეძლებს. ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. კანონმდებლების თქმით, აქცია ძალადობრივი სცენარით გარი აქტორების დაკვეთით წარიმართა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიცია სახელმწიფოებრივ ინტერესებს არ ემსახურება.
ყველას აქვს თავისი წილი, ზოგჯერ სამართლებრივი, რომლებიც უშუალოდ ან აორგანიზებდნენ, ან ძალადობდნენ ამ პროცესში და დანარჩენი პოლიტიკური, რა თქმა უნდა, რომლებიც მხარს უჭერდნენ, აძლიერებდნენ, არ ვიცი, ფინანსურად თუ პოლიტიკურად. მათ შორის გარედანაც, სხვათა შორის, რომლებიც დღეს ზოგიერთი მათგანი დღესაც ცდილობს, რომ დააფაროს ამ პროცესს, რაღაც ლეგიტიმაცია მისცეს ამ პროცესს. ყველა ადამიანი პოლიტიკოსი განსაკუთრებით, ვინც მხარს უჭერდა ამ აქციის გამართვას, რომელიც თავის თავში თავიდანვე გულისხმობდა დამხობას ხელისუფლებისას, რა თქმა უნდა, იზიარებს სრულად სუმცირე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამ მომხდარი ფაქტების გარშემო. 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობისთვის აქციის 5 ორგანიზატორი უკვე დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ხაზარაძე გახარიას ალიანსის გზა პარლამენტის ბოიკოტიდან საკრებულოს დეპუტატობის მანდატებამდე. ლელო და ყოფილი პრემიერის პარტია არჩევნების შედეგებით კმაყოფილი არიან, კოლეგა ოპოზიციონერების ბოიკოტით კი უკმაყოფილო. მას შემდეგ რაც ლელო მანდატები გაინახდა, სხვა პოლიტიკური თვალი დაუწყო ქვეყნის პოლიტიკურ რეალობას ყურება. ხაზარაძის პარტიაში იმასაც კი ამბობენ, რომ გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციას გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევა შეეძლო. არჩევნებს ლეგიტიმურად ცნობენ ის ექსპერტებიც, რომლებიც 4 ოქტომბრამდე ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და ოპოზიციას რჩევებს აძლევდნენ. აღიარებს თითქმის ყველა ნაციონალური მოძრაობისა და მათი მხარდამჭერი ევროპელი პოლიტიკოსების გარდა. ქართული ოცნება კი ახლა ბრიუსელში მყოფი ევროკავშირის მაღალჩინოსნებისგან ელოდება ბოდიშს, რადგან ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ბოიკოტის რადიკალური მოქმედებებისა და ხელისუფლების დამხობის გეგმის უკან სწორედ ისინი იდგნენ. გავაორმაგეთ შედეგი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით. ირაკლი კუპრაძე არჩევნების შედეგებით კმაყოფილებას არ მალავს. ლელოსა და გახარიას პარტიების მერობის საერთო კანდიდატი ამბობს, რომ უკეთეს მაჩვენებელს ისურვებდა, თუმცა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მონაცემებთან შედარებით პარტიას შედეგი გაუმჯობესებული აქვს. კუპრაძე ამ მომრჩეველს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ახლა საკრებულოებში მუშაობაზე იქნებიან ორიენტირებული. მადლობას უხდი თბილისელებს 40,000-მდე თბილისელს, რომელიც მოვიდა და ხმა მომცა და მხარი დამიჭირა 64 მუნიციპალიტეტიდან ლელო ძლიერმა საქართველოს შევძელით, რომ 47 მუნიციპალიტეტში ხალხს ეყოლება საკუთარი წარმომადგენელი. შეცდომების გაანალიზებისკენ ლელომ დღეს არჩევნების ბოიკოტის მომხრე პარტიებს მიმართა. თაზო დათუნაშვილის თქმით, ოპოზიციას გაერთიანების შემთხვევაში სხვა რეალობის შექმნა შეეძლო. ბოიკოტის შემთხვევაში კალაძე მაიღო 71%, ოპოზიცია მავიღეთ 28%. ბოიკოტი რო არ ყოფილიყო და ისე მოქცეულიყავით, როგორც 2024 წლის ოქტომბერში მოვიკეცით. 62%-ს აიღებდა ოპოზიცია და 37%-ს აიღებდა კალაძე. ვინმე ხა არის ამ რაღაც მავნებლურ კმაყოფილებაში, რომ ბოიკოტმა გაამართლა, ვინმეს ეს მოსწონს? ბოიკოტში მყოფებს არჩევანს ექსპერტებიც უწუნებენ. შედეგებს და არჩევნების ლეგიტიმურობას მუდმივად ხელისუფლების კრიტიკით გამორჩეული პოლიტოლოგებიც აღიარებენ. 41% არის მოსახლეობის მისული არჩევნებზე, რაც საშუალო ციფრი არის აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის მასშტაბით. ანუ ამ კონტექსტში ვერავინ ვერ იტყვის, რომ არჩევნები არალეგიტიმურია. ლეგიტიმაცია, რა თქმა უნდა, აქვს, იმიტომ რომ გაუყალბებლად ჩატარდა ღიად არჩევნები. ოპოზიციას უნდა მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. სხვა გზა არ არსებობდა. ოპონენტების მხრიდან მარცხის აღიარება მართლ პარტიას არ უყვირს. თბილისის მერი აცხადებს, რომ შედეგების მიუღებლობის საფუძველი არ არსებობს, რადგან თვითმმართველობის არჩევნები თანასწორ გარემოში ჩატარდა. ყველაფერი ცხადია, ხო, როგორ ტარდება არჩევნები, როგორი საარჩევნო გარემო იყო, აბსოლუტურად მშვიდი, აბსოლუტურად თანასწორი. მე კარგად მაქვს გააზრებული თუ რამხელა პასუხისმგებლობა ეს და პირდები ყველას, რომ ამ სიყვარულს, ამ პატივისცემას და მხარდაჭერას დავაბრუნებთ გაკეთებული საქმე. საარჩევნო სუბიექტების დამკვირვებლების და ექსპერტების აღიარების მიუხედავად საარჩევნო პროცესს ეჭვქვეშაყენებენ ევროკავშირის ლიდერები. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და დაწერეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსხვავებული აზრის ჩახშობის გარემოში ჩატარდა. საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებას ბოიკოტში მყოფი ნაციონალური მოძრაობა ლოგიკურს უწოდებს და კიდევ ერთხელ აკრიტიკებს იმ პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღეს. ეს უნდა იყოს გაკვეთილი, მათ შორის იმ ორი ოპოზიციური, ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიისთვის. ის შედეგები, რა შედეგებით მას დაუწერა ქართულმა ოცნებამ, ბევრ ამაზე მეტყველებს ამ პროცესში.
ევროკავშირის ლიდერების განცხადება მართველი ძალისთვის მათი გეგმის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. სახელისუფლებო პარტია მიიჩნევს, რომ ამ ერთობლივი პოზიციის ნაცვლად ევროპელმა პოლიტიკოსებმა ოპოზიციის რადიკალური მიზნების მხარდაჭერისთვის ბოდიში უნდა მოიხადონ. მე დღეს ვისურვებდი, რომ კომენტარი გამეკეთებინა ევროკავშირის ბოდიშზე. თითქოს ევროკომისიის პრესპიკერი არ იყო, რომელიც რამდენიმე თვით ადრე დაანონსებულ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის აქციას უჭერდა მხარს. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ თავზე ნაცრის წაყრას, მით უფრო მეტად დაიგრძელებენ ქართულ ხალხთან მისასვლელ გზას. რადიკალებს ძალადობის, ხუნტის, ძალადობრივი რევოლუციის ხელისუფლების დამხობის მომხრეებს გააჩნიათ აქვთ ახლა დღეს მოცემულობა სრული ფრუსტრაცია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო ციკლი დასრულებულია. მეათე საიუბილეო გამარჯვება 64-ვე მუნიციპალიტეტში და ამომრჩევლის უპრეცედენტო ნდობა. ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აჯამებს და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. მართლ ძალას, რომელმაც კიდევ ერთხელ შეძლო უპრეცედენტო სხვაობით გამარჯვება, ასევე უპრეცედენტო რაოდენობის ხმა აქვს მიღებული 4 ოქტომბერს. ცესკოს 4 თვითმმართველობის არჩევნების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერა თბილისში 2014 წლის შემდეგ 64,000-ით არის გაზრდილი და 4 ოქტომბერს 214,872 ხმა შეადგინა. რაც იმას ნიშნავს, რომ კახა კალაძემ 71%-ით გაიმარჯვა ოპოზიციის ნაწილს. ცესკოს სტატისტიკის არჯერა და საკუთარი არითმეტიკით თვლის, თუმცა მათი დათვლითაც კი გამარჯვებული მხოლოდ ქართული ოცნება. კახა კალაძემ თბილისელების მხარდაჭერით მიიღო 71%. დედაქალაქის მერად მესამე ვადით არჩეულ თბილისის მერს ამის თქმის საფუძველს მოქალაქეების მხრიდან გამოცხადებული უპრეცედენტო ნდობისა და მხარდაჭერის მორიგი მაგალითი აძლევს, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალურ მონაცემებში უკვე ასახა. კახა კალაძემ 4 ოქტომბრის არჩევნებში ამომრჩევლის რეკორდული რაოდენობა, უფრო კონკრეტულად 214,872 ხმა მიიღო და 71%-ით გაიმარჯვა. ყველაფერი ცხადია, ხო, როგორ ტარდება არჩევნები, როგორი საარჩევნო გარემო იყო, აბსოლუტურად მშვიდი, აბსოლუტურად თანასწორი, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას თუ კანდიდატს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ეწარმოებინა მისი საარჩევნო კამპანია. მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადო დედაქალაქის მოსახლეობას, 213,000 ადამიანმა ცოტა მეტმა დაგვიჭირა ხარი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კარგად მაქვს გააზრებული თუ რამხელა პასუხისმგებლობა ეს და პირდები ყველას, რომ ამ სიყვარულს, ამ პატივისცემას და მხარდაჭერას დავაბრუნებთ გაკეთებული საქმე. თვითმმართველობის არჩევნებში მმართველმა გუნდმა მოსახლეობის რეკორდული მხარდაჭერა რომ მიიღო, ამას ყველაზე კარგად ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე სხვადასხვა წელს გამოქვეყნებული შედეგებიც ადასტურებს. 2014 წელი 151,000 ხმა, 2017 წელი 205,000 ხმა, 2021 წელი 193,000 ხმა, 2025 წელი 214,862 ხმა. ოფიციალური მონაცემების მიუხედავად განსხვავებული გზავნილი აქვთ ოპონენტებს. ოპოზიციის მხარდამჭერები საკუთარი არითმეტიკით მსჯელობენ და ამტკიცებენ, რომ თბილისში ქართულ ოცნებას არა 71%-იანი, არამედ 21%-იანი მხარდაჭერა აქვს. როცა ქვეყნის მასშტაბით 60% და თბილისში 70% არჩევნებზე არ მიდის, იმ არჩევნებს უბრალოდ აზრიც არა. გამოდის, რომ ოცნებამ თავის ეგრეთ წოდებული ნაჩალიჩარი შედეგებითაც კი მართავს ქვეყანას ამ ვითომ 32%-იანი ლეგიტიმაციით. თბილისში ეს ვითომ ლეგიტიმაცია შეადგენს მთელი მოსახლეობის მხოლოდ 21%-ს. 8%-ის და 3%-ის გამომგლეჯავებზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ. ოპოზიციის შეფასება მტკიცებულება არ არის მართველი გუნდისთვის. ქართული ოცნება ოპონენტებს ურჩევს ვარაუდების ნაცვლად არჩევნების ზუსტი შედეგები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გადაამოწმოს. სახელისუფლებო გუნდისთვის თვითმმართველობის არჩევნებში მოპოვებული გამარჯვება ქართული ხალხის მიერ გამოცხადებული ლეგიტიმაციის მორიგი დადასტურებაა. საზოგადოებამ ერთხელ კიდევ მისცა ის სრული ლეგიტიმაცია, შეიძლება ასეც ვთქვათ, რაც 1 წლის წინ ჩვენ საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებისგან მივიღეთ. ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლად ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე გაიმარჯვა და დაამარცხა რადიკალიზმი საქართველოში 64-ვე მუნიციპალიტეტში. ამ არჩევნებით გარდა იმისა, რომ დაფიქსირდა იგივე რაოდენობა თითქმის 124-ში ხელისუფლების მხარდამჭერების, ასევე დაფიქსირდა, რომ ვინც არ უჭერს მხარს ხელისუფლებას, არც ის არ მოვა დამხობის აქციაზე და არ მოვიდა კიდევაც. ჩვენ ეს ვნახეთ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით 3061 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდა. მოქალაქეებმა მერები და საკრებულოების წევრები ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში აირჩიეს. ბოლო ორ წელიწადში შეცვლილი და გადამდგარი 5 პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში ისევ სამთავრობო კრიზისია. სებასტიან ლეკორნუს გადადგომის შემდეგ, რომელიც ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ვადით იკავებდა მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის პოსტს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ეკონომიკური პრობლემები წარმოიქმნა. გაუფასურდა ფრანგული ბანკების აქციები და ობლიგაციები დაეცა ევროს კურსი. ემანუელ მაკრონის სამთავრობო კოლაპსს დასასრული არ უჩანს, შესაბამისად ოპოზიცია პარლამენტის დათხოვნას და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვს. ახლა ყველაფერი საფრანგეთის პრეზიდენტზეა დამოკიდებული, მან კრიზისის დასაძლევად ახალი პრემიერი უნდა წარადგინოს, ან თავად გადადგეს, ან ეროვნული ასამბლეა დაითხოვოს. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის გამოცხადებიდან ზუსტად 12 საათში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისეის სასახლეში მივიდა და პრეზიდენტს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა. სებასტიან ლეკორნუმ ვერ მოახერხა იმ პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანება, რომელთა მხარდაჭერაც მთავრობის ფორმირებისთვის ესაჭიროებოდა. პარტიები იქცევიან ისე, თითქოს თითოეულ მათგანს სრული უმრავლესობა აქვს. საერთო ჯამში მთავრობის შემადგენლობა არ იძლეოდა მუშაობის საშუალებას. მთავრობის კოლაპსს ამ დრომდე არ გამოხმაურებია საფრანგეთის პრეზიდენტი. მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის და მინისტრთა კაბინეტის დაშლის პირობებში ემანუელ მაკრონს შეუძლია მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ახალი ფიგურა წარადგინოს. დაითხოვოს ეროვნული ასამბლეა, ან თავად გადადგეს თანამდებობიდან. ეროვნული ასამბლეის დათხოვნა და პრეზიდენტის გადადგომა უკვე მოითხოვა ოპოზიციურმა პარტიამ ეროვნულმა გაერთიანებამ. მარინ ლეპენი და ჟორდან ბარდელა რიგ გარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ და შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას ემანუელ მაკრონს აკისრებენ. მოვუწოდებ პრეზიდენტს დაითხოვოს ეროვნული ასამბლეა, რადგან ჩვენ გზის ბოლოში ვართ და გამოსავალი აღარ არსებობს. ამგვარ ვითარებაში ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება, რაც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული, ეს რიგ გარეშე არჩევნების ჩატარებაა. რესპუბლიკის პრეზიდენტი, დემოკრატია, ინსტიტუტები და ქვეყანა ჩიხშია. პირველ რიგში საჭიროა ეროვნული ასამბლეის დათხოვნა. იმიტომ რომ ამ მომენტში ამ საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ მოთხოვნას არსებული ძალთა ბალანსის გათვალისწინებით წარმატების შანსი არ აქვს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის პარალელურად ქვეყანაში საფონდო ინდექსები დაეცა, დოლართან მიმართებით გაუფასურდა ევრო. ვიცოდი, რომ ასეც მოხდებოდა, რადგან პრეზიდენტი მაკრონი არავის უსმენს. მთავრობის შექმნისთვის ერთი თვე დახარჯა და რეალურად არაფერი შეცვლილა. სებასტიან ლეკორნუს გადადგომა აჩვენებს, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია. საბოლოოდ ახალი უმრავლესობა უნდა ჩამოყალიბდეს და სტაბილური მთავრობა შეიქმნას, იმისთვის რომ საფრანგეთს დღევანდელი პრობლემების გადაჭრა შეეძლოს. ბოლო 2 წლის განმავლობაში ემანუელ მაკრონმა პრემიერის თანამდებობაზე 5 კანდიდატი წარადგინა, თუმცა სტაბილური უმრავლესობის ფორმირება ვერც ერთმა ვერ შეძლო. გამონაკლისი არც სებასტიან ლეკორნუ აღმოჩნდა, რომელმაც თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში რეკორდი მოხსნა და პრემიერ-მინისტრის პოსტი დანიშვნიდან ზუსტად 27 დღეში დატოვა. ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მოწინააღმდეგემ პოპულისტმა ანდრეი ბაბიშმა და მისმა პარტია ანომ გაიმარჯვეს. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მილიარდერმა და ქვეყნის ექს-პრემიერმა სამთავრობო კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დაიწყო. ჩეხეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა წინასაარჩევნო დაპირება გაიმეორა და უკრაინისთვის პირდაპირ სამხედრო დახმარების შეწყვეტის პირობა დადო. სამხედრო მხარდაჭერის გადახედვის პარალელურად ბაბიში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასაც ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ კიევი ბლოკის წევრობისთვის მზად არ არის. ომში მყოფი ქვეყნის დახმარების სანაცვლოდ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი პრიორიტეტად საკუთარი ქვეყნის შიგნით ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ასახელებს. გერმანიაში პოლიტიკურმა პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის ისტორიული შედეგი აჩვენა და მოქმედი კანცლერის პოლიტიკურ გაერთიანებას ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს რეიტინგით გაასწრო. კვლევაში, რომელიც გამოცემა ბილდის დაკვეთით ჩატარდა, პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ისტორიაში პირველად გახდა ქვეყნის ყველაზე პოპულარული პარტია. გამოკითხვის შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ მოქმედი მთავრობის მიმართ მოქალაქეების იმედგაცრუება პიკს აღწევს. ეს იმ პირობებში, როდესაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის, მემარცხენეებისა და მწვანეთა პარტიის მხრიდან სულ უფრო ხმამაღლა ისმის მოწოდებები გერმანიის უდიდესი ოპოზიციური პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის აკრძალვის მოთხოვნით.
და კлау საქართველოს სად არის ემიგრანტების შეგროვებული ფული, რომლითაც აქციის მონაწილეებისთვის და სტუდენტებისთვის აირწინაღები უნდა გეყიდა. არა, ამ კითხვის ავტორები ჩვენ არ ვართ, კითხვა არ შემდგარი რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობის მხარდამჭერებმა ნანა სანდერს დაუსვეს. ემიგრანტს, რომელსაც საზოგადოებას თავი იმით დაამახსოვრა, რომ სხვადასხვა ომებში ნაომარ ბიჭებს აგროვებდა 4 ოქტომბრისთვის მებრძოლები ვერა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნანა სანდერმა ფული ნამდვილად ბლომად შეაგროვა ემიგრანტების გამსხვერპლებს. დაპირდა, რომ დემონსტრანტებისთვის აირწინაღებს იყიდა, თუმცა არც დაპირებული ამუნიცია უნახავს ვინმეს აღარც ფული და არც სანდერი. ჯამში ემიგრანტს, რომელიც ძალადობისკენ აქეზებდა აქციის მონაწილეებს, $55,000 აქვს მითვისებული. ემიგრანტების ფულის მიმთვისებელი კი პრეტენზიების ავტორებს სოციალურ ქსელში პასუხობს და ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა, გაყიდულებს უწოდებს. კლასიკური ტიპით თაღლითობასთან აქვს საქმე და ემიგრანტების ფულის მითვისებასთან. პიროვნება, რომელზეც ელისო კილაძე საუბრობს, ნანა სანდერია. ის 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ქრონიკა პლუსის რედაქტორმა თავდაპირველად სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. შემდეგ კი კურიერთან სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ მისი ინფორმაციით ნანა სანდერმა ემიგრანტების კუთვნილი ფული მიითვისა. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საკუთარ ანგარიშზე დაახლოებით $55,000 ჩაარიცხინა, რომლითაც საპროტესტო აქციისთვის სპეციალური ეკიპირება უნდა შეეძინა. 15,000 გადმოირიცხა იტალიის ემიგრაციიდან და ჯამში მე ჩემი ინფორმაციით $55,000 და მეტია შეგროვებული. ემიგრანტებს ყველას მოკავს, ვინც თანხა გადაურიცხა, მე მგონია, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს. ირკვევა, რომ ნანა სანდერი ემიგრანტებს სხვა სახელით ეცნობოდა. პირდებოდა, რომ მათ მიერ ჩარიცხული თანხებით აქციის მონაწილეებისთვის პირბადეების და აირწინაღების ყიდვას გეგმავდა. თანხების სავარაუდო მითვისებასთან დაკავშირებით სანდერთან კითხვები აქვთ აქციის სხვა აქტიურ მხარდამჭერებს. დონორების შესახებ ინფორმაციას ახლა თავად სანდერისგან ითხოვს ნანუკა ჟორჟოლიანი. როდესაც ემიგრანტი რაღაცა მართლა ურთულესი გზით ნაშრომ ფულს განდობს, მინიმუმ უნდა ვიცოდეთ ეს ფული სად დაიხარჯა, საჯაროდ უნდა დაიწეროს. ძალიან დიდი იმედი მაქვს ჯერ კიდევ, რომ უპასუხებს იტალიის ემიგრაციას. სანდერის გულწრფელობის არჯერად არც აქციის სხვა აქტიურ მონაწილეებს და მხარდამჭერებს. კურიერთან აცხადებენ, რომ ორგანიზატორის მისამართით დასმული კითხვები ლეგიტიმურია და მას პასუხი სჭირდება. კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს ამ ხალბატონმა ნანუკა ჟორჟოლიანს. მე პირადად ვინაიდან და რადგანაც საქმის მასალებს კარგად არ ვცნობ და არ ვიცი, რა როგორ და რანაირად მეც დაველოდები დიდი სიამოვნებით. მხოლოდ ის ვიცი ისევ თავისივე პოსტებიდან, რომ ამ წლების განმავლობაში რაც ემიგრაციაში იყო და როგორც ხვდები პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში თუ ამ პროცესის გამო ჩამოვიდა. ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება არ უკვირთ მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ემიგრანტების მიერ ჩარიცხულ თანხებს აქციის ორგანიზატორები პირადი მიზნებისა და ქვეყანაში პროცესების ესკალაციისთვის იყენებდნენ. მათი საქმიანობა არის, რა ვიცი, რა გითხრათ, არა საქართველოს ინტერესებთან მიბმული. თავისი პოლიტიკური ეგოს დასაკმაყოფილებლად და აქ თანხებია თუ სხვა რაღაცა, მაგასაც იყენებენ თავის შეხედულებებით და ჩვეულებრივი ადამიანები ყავთ შეცდომაში შეყვანილი. ეს ხალხი არ იბრძვის იდეისთვის და ქვეყნისთვის. ეს ხალხი იბრძვის ძალაუფლებისთვის და შესაბამისად ფულისთვის. და ბუნებრივია ფულში ვერასდროს ვერ შეთანხმდებიან. როცა უსამართლობას ემსახურები, ასე მოგივა ყოველთვის. კურიერმა დღეს ნანა სანდერთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. საპასუხო პოსტი კი დღის ბოლოს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ძალადობრივი აქციის აქტიური ორგანიზატორი ამტკიცებს, რომ თანხები გამჭვირვალედ დაიხარჯა. პირველი სამუშაო დღე მე-13 მერად გახდომის შემდეგ და კлау მოსახლეობასთან შეხვედრა კახაკალაძე მოგლდანში 8000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული ახალი სკვერი დაათვალიერა და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. თბილისის მერი განსაკუთრებით კმაყოფილია იმით, რომ დედაქალაქში ახალი მწვანე სივრცე მოსახლეობასთან შეთანხმები და მათი თხოვნით გაკეთდა. ახალი სკვერი დედაქალაქის ბიუჯეტს $1,000,000-ზე მეტი დაუჭდა. პირველი სამუშაო დღე კახაკალაძე მოსახლეობასთან შეხვედრით დაიწყო. მე-3 ვადით არჩეულმა მერმა გლდანში ახალი სკვერი დაათვალიერა. თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილმა სკვერმა ძველი უკანონო ავტოფარეხები და შემოღობები ჩაანაცვლა. მოსასვენებელი სივრცე ყველა თაობის წარმომადგენელზეა გათვლილი და მისი ფართობი 8000 კვადრატული მეტრია. აქ იყო ჩვეულებრივი ნაგავსახრელი, უმძიმესი მდგომარეობა, არანაირი სივრცე იმისთვის, რომ ადამიანი, ბავშვები გამოსულიყვნენ დაესვენათ, ევარჯიშათ თუნდაც. დღეს ხედავთ, როგორ ყველაფერი მოწესრიგებულია, განახლებულია, პროექტის ფარგლებში მოეწყო რამდენიმე სივრცე
სივრცე ბავშვებისთვის ატრაქციონებით, გარდა ამისა მოსასვენებელი ფანჩატურები, არის ველობილიკის, ასეირნოს სივრცე. თვითონ უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ პროცესში, უშუალოდ ჩართულები იყვნენ პროექტი როგორ უნდა განხორციელებული იყო, სივრცეები როგორ უნდა გადანაწილებული იყო და ხედავთ რა სილამაზე გამოვიდა. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ქალაქის განვითარებას, გავაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას. საფეხმავლო და ველობილიკებით, საბავშვო გასართობის სივრცეებით და სავარჯიშო ზონებით მეოთხე მიკრორაიონის მაცხოვრებლები უკვე სარგებლობენ. ახალ სკვერში მოეწყო სარწყავი სისტემები, დაირგო ხელმცენარეები და დამონტაჟდა განათებები. ტერიტორია, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ფაქტობრივად იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ის სივრცე, რასაც დღეს ხედავთ გამწვანებულს, ესე ბავშვთა სივრცეები, მოწყობილი ატრაქციონები, აქ იყო ნაგვის ბუღდე სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, მოსახლეობის ჩართულობით, გამგეობის აქტიური მუშაობით უსახურ ავტოფარეხებს, უკანონო ავტოფარეხებს დემონტაჟი ჩაუტარდა, ასევე უკანონო მოღობილები მოიხსნა. ამ ადგილას ახალი სკვერის მოწყობა მოსახლეობის სურვილი იყო, უკანონო შენობა ნაგებობების დემონტაჟიც მათთან შეთანხმებით დაიწყო. ჩიხურებიც იყო, ნაგავიც იყო, ანტისანიტარიაზე საშინელი იყო. კორპუსის უკან დავდიოდით, იმიტომ რომ საშინელება ხდებოდა აქ. ძალიან დიდი განსხვავება, რაც ახლა გაკეთდა. ვერ გაიხედავდი ისეთი მდგომარეობა იყო და ახლა გაკეთდა, გასუფთავდა, გალამაზდა დედაქალაქი. გლდანის გარდა თანამედროვე სტანდარტების მოსასვენებელი სივრცეები უახლოეს დღეებში დედაქალაქის სხვა უბნებშიც გაიხსნება. ახალი პროექტები კახიკალაძემ უკვე დაანონსა. მინდა გითხრათ, რომ აქვე ქვედა ტერიტორიაზე მომავალ წელს განხორციელდება ანალოგიური სამუშაოები, დაახლოებით იგივე ფართია, რომელსაც ჭირდება მოწესრიგება და მთლიანად რეაბილიტირებული იქნება ერთიანობაში შეიკრება ძალიან დიდი კორპუსებს შორის, საზღვარგარეთ კორპუსებს არსებული ტერიტორია, რომელიც ყველანაირად გამწვანებული და მოწესრიგებული იქნება. ახალი სკვერის მოსაწყობად 1,133,323 ლარი დაიხარჯა, თანხა გამგეობის ბიუჯეტიდან გამოიყო. შუადერეფნის პროექტის ერთ-ერთი საკვანძო და აზია-ევროპის დამაკავშირებელ ქვეყანაში კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება. 11 კილომეტრიანი ორზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც ბათუმის შემოვლით გზას თურქეთთან სარფის სასაზღვრო გადასასვლელი და აკავშირებს, მომავალ წელს დაიწყება და მისი მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა უკვე გამოყო 306 მილიონი ევრო. სტრატეგიული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი ზოლიდან თითქმის 8 კილომეტრი ორ მხრივ გვირაბში და ჭოროხის ხიდზე, კილომეტრ-ნახევრიან ხიდზე გაივლის. 11 კილომეტრიანი ბათუმის არფის ახალი გზის მშენებლობისთვის ბოლო დეტალები თანხმდება. სამუშაოების დასაწყებად აზიის განვითარების ბანკმა 306 მილიონ 600,000 ევრო გამოყო. შეთანხმების დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა მოაწერეს. სასესხო ხელშეკრულება გრძელვადიანია. გასული 10 წლეულის განმავლობაში აზიის განვითარების ბანკი დიდი სიხარულით უჭერდა მხარს საქართველოს საგზაო სტრატეგიას. ასია დღესაც ბათუმის არფის ეს მონაკვეთიც ამ პარტნიორობის ძალიან ხელშესახები შედეგია. ეს პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ბოლო მონაკვეთია. ის საქართველოს თურქეთთან აკავშირებს და ველით, რომ ყოველივე ამის შედეგად განმტკიცდება საქართველოს პოზიცია ვაჭრობის მიმართულებით, უპირატესად მიჩნეული გზის სახით, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოსახლეობას. ეკონომიკური სარგებლის გარდა შემოვლითი გზის უპირატესობა შემცირებული დრო და შემოკლებული მანძილია. ორზოლიანი ავტომაგისტრალი ბათუმის შემოვლითი გზიდან დაიწყება და სარფის სასაზღვრო გადასასვლელთან გაგრძელდება. აშენდება ორმხრივი გვირაბი და 1 კილომეტრისა და 47 მეტრის სიგრძის ხიდი მდინარე ჭოროხზე. გაფორმდა სასაზღვრო ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს 300 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსების გამოყოფას საქართველოსთვის. აღნიშნული თანხა მოხმარდება აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის უკვე ბოლო მონაკვეთის, ბათუმის სარფის მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება. აზიის განვითარების ბანკი არის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი საქართველოში, რომელსაც $5 მილიარდ მეტი აქვს ინვესტირებული და $1.6 მილიარდ მეტი მიმდინარე პროექტები აქვს. ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. მთავარი კრიტერიუმი, რასაც კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს, მძღოლების უსაფრთხოდ გადაადგილების პირობების შექმნა. 11 კილომეტრიან გზაზე ასფალტი, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების უნდა იყოს.
ბათუმის არფის 11 კილომეტრიანი მაგისტრალის პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. დღეს მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი, რაც გულისხმობს ბათუმის არფის მაგისტრალის მშენებლობას. ზოგადად აზიის განვითარების ბანკის როლი მნიშვნელოვანი არის საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. 11 კილომეტრიანი გზა საქართველოზე გამავალი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ბოლო მონაკვეთია. ასეთი იყო დღევანდელი დღე 6 ოქტომბერი და კურიერი 9 საათზე დარჩით რუსთავი 2-ზე რამდენიმე წუთში დღის და კვირის მთავარ პოლიტიკურ თემებზე ნინო შუბლაძის კითხვებს ღამის კურიერში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისაუბრებს. მე კი დღეს ამით ვასრულებ მუშაობას და ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.